დიახ, პირველ რიგში მოვუსმინოთ ახლა წმინდა სინოდის წევრს მეუფე ზენონს, რომელიც ამ წუთებში აკეთებს განცხადებას და პირდაპირ ეთერში გთავაზობთ მის კომენტარს. მეუფე ზენონი იყო ძალიან გუიშვიათესი ადამიანი იყო, იცით? პირველ ყოვლისა იყო ადამიანი. ჰქონდა ღრმა ძალიან დიდი კულტურა. თანალმობის სხვა ყოფნის ნიჭი ჰქონდა, აი საოცარი პიროვნება იყო და ახლა მე ძალიან ბევრი რამ შემიძლია რომ თქვა მის შესახებ. თქვენ წარმოიდგინეთ დილით ლოცვას ყოველდღიურად ლოცვას რომ ატარებდა 6 საათზე დგებოდა ხოლმე, ზოგჯერ ჩამეძინებოდა. ეს გამაღვიძებდა იმედო ლოცვა იწყო მეთქოდა ხოლმე. თავის პატრიარქი. ხო და აი ძალიან ისეთი პიროვნება იყო ლოცველი და მარხვა და ადამიანი და ახლა მისი მოღვაწეობა და ავტორიტეტი საერთაშორისო საეკლესიო წრეში და ისეც ყველასთვის ცნობილი არის და ძალიან გული გვტკივა ყველას ვიცით ჩვენ. მეუფეზენონ, აი რა სიტყვით იმ სურათზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში, ამდენი ხალხი, უწყვეტი ნაკადი, გაერთიანებული ხალხი პატრიარქის სიყვარულის გარშემო. რა განცდა თქვენ? არა, მე არ გამკვირვებია. არ გამკვირვებია, ეხლა არცლად ასე ველოდი მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეცით სიყვარული, ესე იგი უყვარხარ. სიყვარულზე დიდი რა არის. ღმერთი ვისაც სახელი არ აქვს, მან ჩვენთვის სახელი დაერქვა, პირობითად სიყვარული ვარო და როცა ადამიანებს უყვარხარ, ამაზე დიდი ჯილდო და საჩუქარი არაფერი არ არის და ახლა მე არ ვარ ის იმ კატეგორიის რომ რაღაცის გაფეთიშება რო იციან და გაკერპება ადამიანის. მე გელაპარაკებით, ის იყო ნამდვილად ადამიანი იყო და დარწმუნებული ვარო, ღმერთი მას გულში ჩაიკრავს და ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც ჩვენი სისუსტე, ნაკლი ცოდვა, სრულყოფილი არავინ არ არის ადამიანი, ყველას მიუტევოს ადამიანი რო ქვია, ესე იგი შენ უნდა მოგიტევოს ღმერთმა ადამიანური ცოდვები. მინდა გკითხოთ ასევე დელეგაციასთან დაკავშირებით ბოდიში პირდაპირ ეთერში ვართ მეუფეზენონ. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ჩამოგზადება დღეს საქართველოში ის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, გაუძღვება ამ პროცესიას და ასევე ვიცით ბელორუსიდან დელეგაცია. ამ შემთხვევაში რა როლი ექნება ქართულ ეკლესიას? ჩვენ ვიცით მათ შორის არის გარკვეულწილად უთანხმოება. რა როლი შეიძლება შეასრულოს ქართულმა ეკლესიამ აი ამ პროცესში მათ შორის? საქართველოს ეკლესია ახლა ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მას სადაა ამის რესურსი რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს. არა, მსოფლიო პატრიარქი ეს არის ფიგურა, რომელსაც აქვს მსოფლიოში თავისი ადგილი და ავტორიტეტი. აქვს თავისი სამოციქულო მოღვაწეობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ძალიან უყვარდა პატრიარქი, ძალიან დიდ პატივს სცემდა. საქართველოს ძალიან ერთგული გულშემატკივარია და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ქართული მხარე და იყო მცდელობები რაღაც იცით თქვენ რომ დამკოლებები იქნებოდა, ის ყოველთვის თავის სიმაღლეზე იყო და ისევე როგორც პატრიარქი ძალიან აფასებდა მსოფლიო პატრიარქთან და მსოფლიო ეკლესიასთან ურთიერთობას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გქონია ვრცელი საუბრები და ასე შემდეგ. მადლობა. მეუფეზენონს უსმენდა ტელეპირველის მაყურებელი პირდაპირ ეთერში წმინდა სინოდის წევრი რამდენიმე წუთში უკვე შევა სამების საკათედრო ტაძარში, იქ უკვე იმყოფებიან წმინდა სინოდის წევრები, უკვე დაწყებულია წირვალოცვა, მსახურებას აღასრულებს მეუფე შიო საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, რამდენიმე წუთის წინ აქ ასევე გამოჩნდნენ სხვადასხვა დელეგაციის წევრები, რომლებიც უკვე იმყოფებიან ტაძარში, აქ ასევე ელოდებიან სწორედ მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოს პირველს, ის აღას სწორედ გაუძღვება წესის აგების პროცესიას, რომელიც გაიმართება დაახლოებით 12 საათისკენ სამების საკათედრო ტაძარში, მანამდე იქნება სამგლოვიარო ლიტურგია, რომელიც უკვე დაწყებულია წირვალლოცვით. აქ ცოტა ხნის წინ ასევე მოვიდნენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული ოცნების ლიდერები იმყოფებიან უკვე სამების საკათედრო
ტაძარში ისინი ბუნებრივია ესწრებიან ამ პროცესს და ასევე ჩვენ ვესაუბრეთ წმინდა სინოდის წევრებს ამ დღეების განმავლობაში ნანახ სურათზე უწყვეტ ნაკადზე ხალხის იმ პატივისცემის გამოხატვაზე, რომელიც ვნახეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში პატრიარქის მიმართ და ასევე მეუფეებმა ისაუბრეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იმ დელეგაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც უკავშირდება ბელორუსს და მათ შორის გარკვეულ უთანხმოებას რა როლს შეასრულებს ამ შემთხვევაში ქართული ეკლესია. ბუნებრივია ამ საკითხთან დაკავშირებით მათ გააკეთეს განცხადებები და ახლა შეგვიძლია ვნახოთ წირვა-ლოცვის დაწყებამდე რა საკითხებზე ისაუბრეს მეუფეებმა. ესე წერია ბიბლიაში პატრიარქმა გვაჩვენა ერთხელ მიგვიცით ამაზე რომ ეკლესიას ეს უწერია რომ ერთი კარი რო იკეტება მეორე კარი იღება. ხო და აი ხა ერთი კარი დიდი კარი დაიკეტა ძალიან. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება. ჩვენ აი რომც არ დავაყენოთ სინოდის წევრებმა გვაიძულებენ ადამიანები. ხალხი კანონიზაციაზე ვლაპარაკობ, აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ, ხავალი წმინდანე შეიძლება ხო არის ხალხის თაყვანისცემა, ხალხის სასწაულება. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა ეს რომ შუამავლის როლი შევასრულოთ, მაგრამ ძალიან რთული არის ეს კონფლიქტი რუსეთის ეკლესიას და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის. ძალიან ძიმე კონფლიქტია და ასეთი კონფლიქტები ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოგვარებულა და რა ვიცი მე დიდი იმედი მაქვს რომ ესეც მოგვარდება. ეს ევქარისტიული კავშირი ნიშნავს რომ წირვაზე ერთად და წირვაზე არც ერთი არ დგება საერთოდ. არც ერთი არ იქნება. მე არც მგონია რომ სადმე რომელიმე ქვეყანაში რომელიმე ლიდერი გარდაიცვალოს და ასე თავისი ნებით ხალხი თავისი ნებით რო აი დღე და ღამე არ წყდება ნაკადი წვიმა ამინდია პატარა ბავშვებიც კი თქვენ წარმოგიდგენიათ პატარა ბავშვებიც კი დგანან რიგში და არ ტირიან. ხარებაც არის და რაღაცა სიმშვიდეც არის რა, ნაზავი არის. აი ერთჯეროვნად რა. ძალიან ძიმეა თითოეული ჩვენთაგანისთვის. და იმის თქმა საქართველოსთვის იყო ეპოქის შემქმნელი და საქართველოს ისტორიის ნაწილის დამწერი და ისტორიაში ჩაიწერება ჩვენი პატრიარქი. ის ჩაიწერა თითოეული ქართველის გულში და უდიდესი ადგილი დაიკავა მან უკვე ჩვენს ისტორიაში და ჩვენს გულში. კიდევ ერთი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ მოახერხა ამ დღეების განმავლობაში მოხვედრილი იყო სამების საკათედრო ტაძარში. დღეს წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას იქნება საშუალება, რომ სწორედ ერთი შესასვლელიდან შეუშვან მოქალაქეები და გამოიმშვიდობონ პატრიარქ ილია მეორეს. ეს მოხდება ცოტა ხნით იქამდე, ვიდრე დელეგაციის წევრები უკვე დაიწყებენ წესის აგების პროცესიას. შესაბამისად დღესაც გარკვეულწილად რამდენიმე წუთის თუ საათის განმავლობაში მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ შევიდნენ სამების საკათედრო ტაძარში. რაც შეეხება დელეგაციას, 20-ზე მეტი დელეგაციის წევრი იქნება ჩამოსული საქართველოში, ნაწილი უკვე იმყოფება ქვეყანაში, ნაწილს ელოდებიან. მაგალითად ბართლომეოს პირველი დაახლოებით 12 საათისკენ გამოჩნდება სამების საკათედრო ტაძარში და ბუნებრივია ეს ამ პროცესს უკვე მოქალაქეები დააკვირდებიან სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოში, სადაც უკვე დამონტაჟებულია სპეციალური ტექნიკა და სადაც მათ შეუძლიათ რომ ამ პროცესიას თვალყური ადევნონ. ადამიანების დინარი არ წყდება. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა შესაძლებლობის გარეშე აქ დამშვიდობებოდა მის საყვარელ ოძღვარს. დღეს 3 საათზე მოხდება გადასვენება. მანამდე კი იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეიძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიღება პატრიარქისთვის. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება, რომ იმ კორიდორის მიღმა დაადგნენ მარჯვნივ მარცხნივ იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდა ამოსვენება სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება
პროცესია და მათ შეეძლებათ რომ აი ასე მიაგონ ბოლო პატივი ბოლო გზაზე პატივი პატრიარქს და კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის ახალი ეკლესიის გამო არიან ესე დაპირისპირებაში საქართველოს ეკლესიას უჭირავს პოზიცია სწორედ ასეთი შემრიგებლური რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან ურთიერთობა ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში წმინდა სინოდის წევრები უკვე იმყოფებიან, ეს პროცესი დაწყებულია, მათ შორის არის მეუფეშიო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, საეპისკოპოსო შესამოსლით უკვე დგანან იქ ეპისკოპოსები, მღვდელმთავრები და ახლა დაწყებულია უკვე წირვა-ლოცვა, რამდენიმე საათში აქ უკვე მსოფლიო პატრიარქი მობრძანდება და ის უკვე გაუძღვება წესის აგების პროცესს. უკვე 3 საათზე როგორც დაგეგმილია პატრიარქ ილია მეორეს გამოასვენებენ და მას გადაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში და ამ პროცესის განმავლობაში ამ პროცესში ბუნებრივია მონაწილეობის მიიღება შეუძლია ხალხს.